დღევანდელ გადაცემაში გაჩვენებთ რამდენად დიდარია საქართველოს თითოეული კუთხე კი არა, პატარა სოფელიც კი არ გავწვდებით რამოდენიმე კვადრატულ კილომეტრს თბილისთან ძალიან ახლოს, მცხეთასთანაც ასევე რა თქმა უნდა, სოფელი ქვემო ნიჩბისი და მოგიყვებით ძალიან საინტერესო ამბებს, რომელიც არის ამ სოფელში და ამ სოფლის გარშემო. და დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ ამ საოცარი კომპლექსით, ამ საოცარი ნაგებობით, რომელსაც ნიჩბისის ციხე-სიმაგრე, ციხე-დარბაზი, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება და ეკუთვნოდა ციციშვილების გვარს. მათ კი ეს ადგილი ერგო საჩუქრად ლუარსაბისგან. ლუარსაბ მეორისგან, რომელიც იყო ქართლის მეფე. ერთ-ერთი გამორჩეული, ეს არის სააკადის პერიოდი, უფრო გასაგები რომ იყოს და ციხის აგებულება ისეთია, რომელიც არის დამახასიათებელი უკვე გვიანდელი შუა საუკუნეებისთვის, ევროპული უკვე შეგვიძლია ვთქვათ. ხო, ევროპული, უბრალოდ საქართველოს მთაში ქონდა სადაც ციხე იყო და ცხოვრობდნენ, მაგრამ ბარში როგორც წესი იყო ცალკე ციხე, რომელიც იყო თავდაცვით ნაგებობა და ასე ვთქვათ, სახლი ან სასახლე იყო ცალკე ან მასთან ახლოს. აქ კიდე არის გაერთიანებული, ციხე არის უფრო ფართო, ციხე შიგნით აქვს დიდი ტერიტორია და აი ჩვენს როგორ ვთქვათ, ჩვენს უკან, აი თქვენგან მარჯვნივ, ჩვენგან მარცხნივ არის საცხოვრებელი დარბაზები, ანუ სასახლის ნანგრევები, ცენტრალური კოშკი და უამრავი ნაგებობა, რომელსაც ნახე რა ლამაზია ეს. ყველაფერი ქონდა. როგორც უკვე აღნიშნეთ, გვიანდელი ციხე-დარბაზები უფრო დიდი იყო და უფრო, ასე ვთქვათ, თანამედროვე სასახლეები ჰქონდათ. ანუ არ იყო მხოლოდ თავდაცვითი. აი ეს ციციშვილების ეს სასახლე ამის მანიშნებელია. შესასვლელი იყო ამ მხრიდან, მაგრამ ახლა ხედავთ, რომ ეკალბარდებით არის მოცული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, დანგრეულია, მხოლოდ კედლების ნაშთებია შემორჩენილი, ამიტომ შევალთ გვერდით ამ მხრიდან. ნაგებია, როგორც ხედავთ, შერეულად არის, როგორც გამოყენებული რიყის ქვა, ასევე აგურები და აი შევალთ აი აქეთ ამ მხრიდან. სასახლე იყო ორსართულიანი, მაგრამ მეორე სართული არ არის შემორჩენილი, ასევე მას ჰქონდა ქვედა სართულიც, ასევე ესეც არ არის შემორჩენილი და როგორც ჩანს მინიმუმ 10-12 ოთახი იყო ამ სახლში. და ფართო ფანჯრები, რადგან ამ სახლს არ ჰქონდა სასახლის უბრალოდ თავდაცვითი ფუნქცია. გვერდზე უდგას კოშკი და იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა მაგალითად ციხის აღება, კოშკი იყო სწორედ უკვე უკანასკნელი ასე ვთქვათ თავშესაფარი. მაგრამ გარდა ამისა არსებობს რა თქმა უნდა ლეგენდა, როგორც ყველა ქართულ ციხეს, მასაც ჰქონდა საიდუმლო გვირაბი. მაგრამ როგორც ჩანს, მამას კარგად ქონია, ოღონდ შემნახოთ, ვიპოვოთ, ვეცდებით, ვერ ვიპოვოთ, რა ვქნათ. და აქვე მდინარე, რომელიც აქვე ჩამოდის, მასთან ქონდა კავშირი და მეციხოვნები ისე შედიოდნენ, გამოდიოდნენ, ვერავინ იგებდა თურმე ამ ამბავს. საკმაოდ კარგად არის სტრუქტურირებული ეს სასახლე. აი ცენტრალური შემოსასვლელი, ალბათ ეს იყო მისაღები ოთახი, სავარაუდოდ კი არა და ესეც იყო. და აქედან უკვე შემოდიოდი ცენტრალურ სატრაპეზო, ანუ სადარბაზო ოთახში და იქით უკან და გვერდზე აქეთ იქნებოდა უკვე მოსასვენებელი საძინებლები და რა თქმა უნდა ასევე მეორე სართულზეც. აი აქეთ ამ მხარე ფაქტიურად არ გვაქვს შემორჩენილი. ახლა ვარ კოშკში, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ არის წარმოდგენილი, რადგან როგორც წესი კოშკი ცალკე შემაღლებულ ადგილზე იყო, აქ კოშკი დგას ციხის ფაქტურად გეომეტრიულად შუაში. საკმაოდ ფუნდამენტურად არის ნაგები. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კოშკს მასაც ჰქონდა
უბრალოდ კოშკის ყველა სართულს ჰქონდა ბუხარი და როგორც ჩანს ამ ბუხარს დღემდე იყენებენ, ჩანს ახალი ცეცხლის კვალი და ახლა ავიდეთ უკვე ზევით. ეს არის პირველი სართული და ავდივართ ზედა სართულებზე. ესეც მეორე სართული თავისი სათოფურებით და უკვე ის პერიოდია, როდესაც არსებობს თოფი ან ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად სათოფურებიც მის ყაიდაზეა გაკეთებული. რომ მოსახერხებელი ყოფილიყოთ თოფის სროლა. სამსართულიანია კოშკი, უფრო მესამე სართული არის ფაქტობრივად სახურავი, საკმაოდ ვიწრო კიბეები იყო, ირინე ვერ ამოეტია ჩანთით ნორმალურად. კარგად, სტანდარტულად დაცული კოშკი, რომელიც დამახასიათებელი იყო გვიანდელი შუა საუკუნეებისთვის. მე-18 საუკუნეში აქ ხშირად მდგარა სპარსელთა გარნიზონი, რომელიც წარმოადგენდა გორის ციხის ერთგვარ დამხმარე ფორპოსტს. ნიჩბისელ ქალებზე არის ესეთი ამბავი, ამ ციხეს დასხმია მტერი, შეიძლება იყოს ლეკიანობის დროს, რადგან ციხე მე-17 საუკუნეში აშენებული და იმის გამო რომ კაცების უმეტესობა ყოფილა ჯარში გაწვეული, რომელიც ასევე არ არის გამორიცხული. ქალებს მოუხდათ დაცვა და მათ იმდენად კარგად გამოსწრიათ ეს ამბავი, რომ რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ მტერს ხელი ჩაუქნებიან და გაბრუნებულა უკან. და ისინი აბსოლუტურად დარწმუნებული ყოფილან, რომ აქ საკმაოდ დიდი ძალა მდგარა. არ ვიცი, რამდენად მართალია ეს ამბავი, იმიტომ რომ ისტორიულად ვერ დასტურდება, მაგრამ ესეთი ლამაზი ამბები მინიმუმ იმას მოწმობს, რომ ქართველი ქალი ნამდვილად როცა საჭირო იყო, ხმალსაც იღებდა ხელში და იცავდა თავის ოჯახს და თავის სამშობლოს. მოვედით აბანოების შენობასთან. ეს შენობა ზუსტად იმ სტილში არის აშენებული, რაც თბილისში გვაქვს აბანოები. იქ შევამჩნიეთ 4 მილი არის კედელში მოთავსებული. სავარაუდოდ ნაწილდებოდა თლიან ტერიტორიაზე. აი აქ 1, 2, 3, 4 და ერთ-ერთი სავარაუდოდ სწორედ რომ მემსახურებოდა ამ შენობას. ახლა შიგნით შევიდეთ. საკმაოდ ისეთი საინტერესო განლაგება არის შიგნით. ეს არის შესასვლელი, ეგრეთ წოდებული ტამბური. აქედან შევდივართ მოსაცდელში. თან გასახდერის ფუნქციაც ჰქონდა. რასაკვირველია არის თაროები, სადაც შეეძლოთ ნივთების მოთავსება. აქვე იყო ბუხარი და ეს პატარა აუზი. აქედან გავდივართ. ორი პატარა სათავსო არის მარჯვნივ და მარცხნივ. სავარაუდოდ იქით მხარე უნდა ყოფილიყო საპირფარეშო, ისეთი წყობა აქვს და ეს რაღაც დამხმარე ნივთების შესანახად. ეს კი არის მთავარი ოთახი, სადაც იყო მოთავსებული საკმაოდ ღრმა აუზი. აი ჩავალ ახლა რომ შევხედოთ დაახლოებით სადამდე რა. აი აქამდე. ნამდვილად ღრმა არის და აი აქედან მოედინებოდა წყალი ჩამოდიოდა და იქ კიდევ ერთი პატარა ოთახი ვნახეთ. უბრალოდ შესასვლელს ვერ მივაგენით ჯერ. აქედან არ ჩანს ყოველ შემთხვევაში და იმედია გარედან შევძლებთ რამის გარკვევას. აი აქაც არის 1 მილი. მაგრამ აქ როგორ იყო ეს მოთავსებული? დუშს იმლებდნენ ტანზე ალბათ. ალბათ ტანის გადასავლებად იყო მოწყობილი. საინტერესო ნაგებობაა ძალიან. ალექს, ნახე აქ მივანათე და რაღაც შემოსასვლელი იქიდან ჩანს. მაგრამ შემოსასვლელიც არ არის ეგ რაღაც მომრგვალებული ადგილია. აქედან ვერ გადავძვრები? არა, მოდი გარედან ვნახოთ, გარედან იქნება რაღაც. კაი. დავითით. აქ არის სადმე? აუ, ისევ ეკალბარდე. აქედან არ საერთოდ არ ჩანს. არა, აქედან ვერ შევალთ, გამორიცხულია.
აი შესასვლელი, აი. და მე გადავიტან ახლოს. აი იქ არის მე მგონი შესასვლელი ნახე. მაგრამ იქ ვერ მივალთ გამორიცხულია და მოდი ისევ შიგნიდან შევძრები მე რა, ძალიან მაინტერესებს ის ოთახიც. და მეც მაჩვენე რა ხდება, თან შემშურდა. მეც მინდა მან. მათხოვე. აქ რა გვაქვს ეხლა ჩვენ? გვაქვს აი შემოსასვლელი. რაც არის აი ეს. მეც მინდა დამანახე. ასევე გვაქვს მანქანა სათამაშო. ეთქო ვიღაცამ დამალა ბავშვმა. შეხედე. ვინაიდან აქ არის ცეცხლის კვალი. საერთოდ ეს იყო საცეცხლე, საიდანაც ნახე, ზევით თუ ავანათებთ. აქაც ჩანს ცეცხლის, ანუ კვალი და ნახე უკან ზეხედე გამავალია, საიდანაც გადიოდა. ხო, აი ახლა ვერ შემოვიდა ნახე. არის რა მაგარია ნახე აქ. ვიღაც ბავშვმა დამალა თავისი ბავშვო შენ თუ ნახავ ამ გადაცემას, ჩვენ არ ჩვენი ბრალი არ არის. სად? არ ვიცი, რაღაც სათავსო ნიშა უბრალოდ მეტი არ აქვს. ანუ იქიდან შემოსასვლელი რეალურად არც იყო. შემოსასვლელი არ იყო, ეს იყო რეალურად და აქედან ძრებოდა კაცი? ხო, ან შეიძლება გამოთხრილი ამერი. კაცმა არ იცის. სავარაუდოდ საერთოდ არ უნდა შემოდიოდა. ან თუ ცეცხლი ენთო. ან ძრებოდნენ? ყრუ ოთახი იყო ესე იგი, ან მეორე აბაზანა იყო შეიძლება. ნუ მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, ვისაც გაქვთ ინფორმაცია ამ ადგილზე, შეგიძლიათ მოგდეთ, მაგრამ აი ეს ნაგავი არ ვარგა. აბა, დააქნიე ხელი. წავედით ახლა ჩვენ სხვა ადგილზე. სენ ვინახარ სენ? ვინახართ თქვენ ასეთი საყვარლები? ახლა ვიმყოფებით ბატონ მერაბ ხუტაშვილის საოცარ ზღაპრულ საფუტკრეში. სასიამოვნოა რომ გვესტუმრეთ. მოგვიყევით იმის შესახებ, როდის დაიწყეთ ეს საქმე და როგორი თაფლი არის აქეთ და ასე შემდეგ. ჩვენ ამ სოფელში ამოვედით 80 წელში, მამამ ააშენა სახლი და გააშენა ეს ბაღი. და 90-იან წლებში რო გაჭირვება იყო, მამამ გაიჩინა სკები, რომ თაფლი ქონოდა სახლისთვის. ხო და 90-იან წლების მერე ყავდა ეს ოჯახისთვის აკეთებდა თაფლს და მერე 2016-ში რო გარდაიცვალა მამა, მე ვიფიქრე რომ ეხლა თუ ესა მოული ესა ფუტკარს, ბარემ ცოტა მეტიც იყოს, რომ ცოტა რაღაცა გავყიდო კიდევაც, რომ ინტერესი იყოს აქ ამოსვლის და მოულის. ხო და 2016-დან მე გავამრავლე ეს 20-ის კამყავს ეხლა და ეს როგორც მოყვარული მეფუტკრე, ისე ვაწარმოებ თავს. ძალიან სასიამოვნო. შეგვიძლია რომ ჩავიჭყიდოთ? კი, შეიძლება. ეს გუნდში არიან და ერთმანეთს ათბობენ. ეს წამალი მქონდა მიცემული. კიპების ხო ალბათ? კი. ესე გაზაფხულამდე იქნებიან გუნდში. როცა კაი ამინდი გამოვა, მაშინ შეიძლება ესე მზე დააცხუნებს. შეიძლება გამოვიდნენ და გაისეირნენ? ხო, გაისეირნენ. საერთოდ ფუტკარი ეს კაში კუჩი არ გადის, მარტო გარეთ გადის. თუ სიცივია და ვერ გამოდიან, ესე კუჩი აქვს ეს მთელი ზამთარი. როგორი სუფთები არიან? არანაირი გასვლა არ აქვს იმაში და თუ რაღაცა პრობლემა აქვს და ესა კუჩი აეშალათ, ის ოჯახი იღუპება. აიმე, თავდადებული ფუტკრები, მშრომელი ფუტკრები. ხო, აქ ჩვენ ვართ ახლა ზღვის დონიდან დაახლოებით 850 მეტრზე და ეს სოფელი ზემონიჩპისი შედის მაღალმთიან რეგიონში. და აქ არის ესა ძირითადად მინდვრის ყვავილის თაფლი. ამ ფუტკრებს მოაქვთ. სეზონი პატარა არის, მაგრამ თაფლი არის ძალიან კარგი. მეფუტკრეობა არის ქართული რა ვიცი, ოდითგანვე წამოსული საქმე, რომელიც ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში იყო მოხსენიებული ქსენოფონტეს წერილებში, რომ რაღაც
ველური ფუტკრის თაფლი უჭმევია ქართველებს ჯარისკაცებისთვის, ვინც შემოსევის დროს იყო შემოსული და ესენი უგონოდ 3 დღე ყოფილან და ეს ქართველებმა იხელთ ეს დრო და სათავისოდ გამოიყენეს ეს ყველაფერი. თაფლის გარდა ფუტკარი აწარმოებს კიდევ ბევრ სხვა სასარგებლო პროდუქტს, რომელიც ყველა არის უნიკალური. როგორც არის დინდგელი, დედის რძე და ასე შემდეგ, ცვილი. ჩემ მეზობელს მაგალითად ქონდა წამონაზარი ქუსლის გვალზე და შემთხვევით წაიკითხა ინტერნეტში რომ ეს დინდგელი თურმე შველის რა და ეს რაც დაფარებული იყო ეს ფუტკარზე ის ნაჭერი მივეც დადინდგელებული და ერთი კვირა ატარა ესე ფეხსაცმელს ჩადებული და გაუვარა და 2 წელი გავიდა და არაფერი პრობლემა არ აქვს მე თვითონ არ მჯეროდა მაგრამ მივეცი და გაუვარა და იმის მერე აღარ ტკივა და ეს რენტგენი ქონდა გადაღებული რომ წამონაზარდი მართლა ქონდა. ვაპირებ სახლის გარემონტებას, აქ ვაპირებ საწყობის და თაფლის საწურის გაკეთებას და სტანდარტებს რო შეესაბამებოდეს, ისე მინდა გავაკეთო ყველაფერი. არაჩვეულებრივი. და მომავალში შეიძლება კიდე გავამრავლო კიდევაც ფუტკარი. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. კარგად ძანდებოდეთ. კარგად იყავით. ახლა ვართ სასხორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. უпростоრად წესით ეს არის, მაგრამ გვერდით კიდევ ერთი ეკლესია დგას, სადაც არის საოცარი ფრესკები. ჩვენ უშუალოდ იმ ფრესკებმა მოგხვიბლა და მათი ნახვა გვინდოდა. სამწუხაროდ ინფორმაცია ვიკიპედიაშიც კი ძალიან მწირი არის. სხვადასხვა არქივებიდან, სხვადასხვა წყაროებიდან რაც მოვიძიეთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის დადასტურებული ინფორმაცია. ის აშენდა 1704 წელს ვინმე ნიკოლოზ მაღალაძის მიერ თავისი დის საფლავზე. ეს როგორც უკვე ვთქვი, არ არის დადასტურებული ინფორმაცია. ასევე აღწერაში ეწერა, რომ ტაძარს აქვს 2 შესასვლელი, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დასავლეთიდან შესასვლელი იყო სწორკუთხა, რომელსაც გაჩვენებთ და სამხრეთიდან იყო მომრგვალებული თაღოვანი. მაგრამ აქ რეალურად თაღოვანს მე პირადად ვერ ხედავ ვერაფერს. აქეთ მხარეს კი არის სწორკუთხა ნამდვილად. სავარაუდოდ ის ეკლესია აშენდა პირველი, სადაც ახლა გადავინაცვლეთ და საოცარ ფრესკებს ვნახავთ. ასევე შესამჩნევი არის ის, რომ გადახურვა აქვს გაკეთებული შენობას, არ ვიცი შეიძლება ეს ადგილობრივებმაც გააკეთეს და ძალიან დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ მართლა შიგნით რა ფრესკებიც არის საცოდაობა მათი განადგურება და საცოდაობა არის მათი დღევანდელი მდგომარეობაც. წამოდით გაჩვენებთ. ფრესკები არის შესრულებული მე-18 საუკუნეში, ლოგიკურია, იმიტომ რომ თქვათ აი აქ ნიშნის აღმავლობა იწყება მე-17-18 საუკუნიდან და შესაბამისი დრო ის გახლავთ ფერების მიხედვით ძალიან გავს უბისას სკოლას. უბისის სკოლას სტილი მე ყოველ შემთხვევაში ძალიან მომგვანებ, მაგრამ არის ძალიან ორნამენტები, რომელიც აი მაგალითად აი აქ ჩანს ასევე, აი ეს ორნამენტებიც ჩანს, რომ შესაძლოა ეს სწორედ უბისის სკოლის ორნამენტები იყო, მაგრამ საბჭოთა პერიოდის საშინელი ვანდალიზმები გვაქვს, აი ისევ ქართველების მიერ შესრულებული აკაკი, ზალიკო, ვანო, აქ ხო არ ამოვიდოდა ვინმე უცხო, შესაბამისად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ახლა რაც შეეხება საკურთხევლის მხარეს, გვაქვს ჩვენ 12 მოციქულის ფრესკა, ნაწილობრივ შემორჩენილი და საოცარია ფერების გამა, როგორც იყო, როგორც არის ის შესრულებული და კიდევ ერთხელ ნახეთ სახურავი აქედან ჩამომტრეულია. ეს გადახურვა კი დროებით იცავს, მაგრამ ტემპერატურას ვერ, რადგან ეს მხარე ზამთარში საკმაოდ ცივია. აქედან გამომდინარე მინიმუმ აი ამ გადახურვის გამოცვლა შესაძლებელია. ამას არ ჭირდება ძალიან დიდი, იმიტომ რომ ეკლესიის 3/4 გადარჩენილია და ამ ფრესკებს ჭირდება რესტავრაცია, ამას ამოვსება უნდა და აი ეს გულს მიკლავს ეს ვანდალიზმი და ზოგიერთი მათგანი შესრულებული არის 90-იან წლებშიც კი. ეს არ არის მხოლოდ საბჭოთა პერიოდის. მეცა თხილად. ხო აი ნახე, ხო ხარ შევეხები.
ნახეთ, ესეც არის, აი ხა პატარა თითის ნახეთ, ოდნავ ვეხები და უკვე ვარდება. აი ესეთი ნახეთ, შეხედეთ. ნახეთ. იგივე მდგომარეობა აქაც, ნახეთ, აი მთლიანად ჩამოვარდება წელს თუ არა უახლოეს წლებში. ნახეთ, აი ეს ხმა არის, რომ შიგნით სიცარიელია, ამას აღნიშნავს. და კიდევ ერთხელ, ამას არ ჭირდება დიდი ფინანსები და აქ საუბარი გვაქვს, რომ ნიჩბისი შეიძლება იქცეს მართლა კარგი მიზიდულობის ცენტრთან მცხეთასთან და თბილისთან სიახლოვის გამო და გვაქვს ესეთი კარგი და უნიკალური ფრესკები, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთია ამ სოფელში. ეს კოშკი ბევრს ექნება ნანახი, ვინც მოძრაობს დიდგორის გზაზე. ეს არის სასხორის კოშკი, აქ მთელი კომპლექსი ყოფილა, მაგრამ ეს კოშკია შემორჩენილი. რა თქმა უნდა, როგორც კოშკში, თავდაცვით კოშკი ასასვლელი ქონდა საკმაოდ მაღლა, აქ ხედავთ, რომ დაახლოებით 3 მეტრ ნახევარზე მაინც არის ასასვლელი. ოღონდ სანამ ისტორიას და სანამ ნისიავალ მთელ ისტორიას იქ მოვყვებით, აქ ძალიან ხშირად მოდიან ექსკურსიები. უმძიმეს მდგომარეობაშია მისასვლელი. კიბეს რო თავი დავანებოთ, აი ეს რკინის ტროსი, რომელიც არის სამაგრად გამოყენებული, არის უკვე ნახევრად გაცვეთილი. ანუ მართლა სანამ ვინმე არ ჩამოვარდება და არ გვიქნება ფატალური შემთხვევა, მანამდე უბრალოდ შეიძლება რომ ამას გაუკეთდეს უბრალოდ ერთი სწორი, კარგი ხის კიბე, რომელიც იქნება ფუნდამენტურად მიმაგრებული. მართლა მარტივი იქნება და ან შეიძლება საერთოდ მოხსნათ, მაშინ ჯობს. მოვედით ღვთისმშობლის ნიშთან, ამ შევასწორებთ, თორე ეს ქვა ვარდება. ქვევრი ალბათ მე მოადგეს, დაუდეს. საინტერესო ქვაჯვარი ზოგადად ქართული წარწერით. ქვაჯვარი ვიცით რაც არის, ძალიან საინტერესო გამოსახულება, მაგას გაჩვენებთ ახლა ამასაც და აქ ნიშზე ღვთისმშობლობას, ღვთისმშობლის მიძინების დღეს და ზოგადად ღვთისმშობლის სხვა დღესასწაულებზეც ამოდის ხალხი და სანთელს ანთებს და აქ კიდე პატარა ქვევრებია. არ არის გამოიცხო, შეიძლება ეს ზედაშე იყო რომელიმე გვარის. ზედაშე ქვევრი. იყო აქ. ზევით არის კიდევ წმინდა გიორგის ეკლესია. ამდენი ეკლესია რომ გამოგვიდეს ერთ გადაცემაში, არ ვიცი ფიქრობთ ახლა ავიდეთ თუ არ ავიდეთ, მაგრამ იქ არის ერთი მარმარილოს წარწერაო, მარმარილოს ქვაზეო და რა ვიცი ნახოთ. პატარა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც არ ქონდა გეგმაში, აქ ნახეთ, აი სასხორის თავზე დგას და რაც არის ძალიან საინტერესო, აქ რატომ მოვედით, რომ ერთი ადგილია საინტერესო, წეგან დრონში გამოჩნდა. გარდა ამისა, აქ არის მარმარილოს ქვაზე რაღაც წარწერა. მარმარილოს ქვას ცალკე დგას და მაგაზე მივალთ, მაგრამ აი აქაც ნახეთ, რამხელა ქვა არის, შეხედეთ, ესეც მარმარილოა, დაუმუშავებელი. ნახეთ, ქვის ზომა შეხედეთ. აი იქითაც, ნახეთ, ძალიან საინტერესო ეკლესია და ალბათ აქ რაღაც ქრისტიანების პერიოდში შეიძლება რამე იყო და შემდეგ უკვე ის შეცვალა წმინდა გიორგიმ, არ ვიცით. ამიტომ მოდი შევიდეთ ნახოთ ეკლესიაში, როგორც ვიცი, არაფერი არ არის დარჩენილი. მაგრამ მაინც ნახოთ. ვაიმე, როგორ მიყვარს ესეთი ფათა, გადახურვა გაკეთებული აქვს ახალი, აშკარად რესტავრაცია მიდის. აი ეს არის ტიპიური საყდარი, ძალიან მაგონებს მთაში, აი სვანეთში არის ხოლმე ესეთი ეკლესიები. აი რაღაც ტაიერო შემოდიხარ, რაღაც ლამარიას მაგონებს, ახლა შიგნიდან. მართლა ძალიან საოცარია. აქაც იგივე პრობლემა გვაქვს ვანდალიზმის და ქართული ვანდალიზმის სამწუხაროდ. აქ ვიღაცას ხე
წელის წერაც კი არის ის 20001 უწერია 2001-ის მაგივრად, ნახეთ? რა ვიცი. 20001 წელი ჯერ ძალიან შორს არის. ეკლესიასთან გზა ჩადის, უნდა ჩავიდეთ, დავბრუნდეთ ნიჩბიში, შემდეგ ანუ რითია ეს კოშკი განსხვავებული? რა ვიცი, საკირე ქვია, ალბათ გამოიყენებოდა შეიძლება მეურნეობისთვისაც. ანუ შუა საუკუნეების ტრადიციული ქართლის კოშკია, მაგრამ ზევით აი პატარა საყდარი რო ხო, იმას უკუღმა ეკლესია ქვია. უკუღმა რატო ქვია? წარმოიდგინე არ მაქვს რატო ქვია, მაგრამ მოდი გავორკვევ. მე მგონი უნდა წავიდეთ და ვნახოთ რატო ქვია უკუღმა ეკლესია. იმიტომ ხომ არა რომ საკურთხეველი შეიძლება ნახე სხვა მხარეს ქონდა, დასავლეთის მხარეს ქონდა, აღმოსავლეთით ქონდა. წავით ნახოთ უცებ. მაინც ჩავიდეთ ესე იგი. მაინც მივდივართ საკირეში. აი მოვედით უკუღმა ეკლესიასთან, რომელიც არის როგორც ნახეთ, მე-19 საუკუნის ეკლესია და ახლა ნახოთ რატო ქვია უკუღმა. გასაგებია რატომ ქვია უკუღმა ეკლესია. ნახეთ, ძალიან იშვიათად აი ახლა შენ შემოდიხარ ჩრდილოეთის მხრიდან. საკურთხეველი თავის ადგილზეა, აღმოსავლეთ მხარეს და შემოსასვლელი როგორც ეს ეკლესიას აქომენ დასავლეთიდან ან სამხრეთიდან. და შესაბამისად აქედან არის კლდე, ან თა უბრალოდ ვერ გაუკეთებდნენ შემოსასვლელს და შემოსასვლელი გაუკეთეს მის საპირისპირო მხარეს. ამიტომ ქვია ამას უკუღმა ეკლესია. რა იპოვე? ის რა ქვია? შავად რო ხატავს. გემებში რო იყენებენ, ქვანახში. მართლა? შეიძლება ხვარი. ძალიან ბევრია მიწაში ყველგან და მე მგონი ღუმელად იყენებო, აქ რაღაცა ვიწავდნენ რაღაცას. არ მგონი აქ მოიპოვებოდეს, აქ არ მოიპოვება ქვანახში. ნახე რა მოვიდა. ნახე აბა ეგ არის? დაუმუშავებელს გავს შეხედე? კი, ეს ქვანახშირია, კი. წამოვიღო? გინდა? არა. ალექსანდრე და ირინე დავაწეროთ კედელზე და ვერ გადამირჩევი. წავედით, გვაგვიანდება. კაი. აიმე ჩანს, მაგრამ რა უბედურებაა ეს? პრინციპში დღეს თავიდანვე როგორც გითხარით, რომ არ ვაპირებდით, რომ ნიჩბის შორს გავცდენოდით, მაგრამ რუკის თვალიერების დროს შევამჩნიეთ, რომ ნიჩბის ის მოპირდაპირე მხარეს, ანუ მტკვრის მეორე სანაპიროზე, აღმოვაჩინეთ ასეთი სახელწოდებით ადგილი, ნასტაკისის ბაზილიკა, რაც ძალიან დაგვაინტერესა, იმიტომ რომ არც მე არ მსმენია აქამდე და არც ალექსანდრეს მით უმეტეს აქვე ყოფილა ქსნის ციხესთან. ჩვენ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ჩვენთან მთელი ამბებით და თავგადასავლებით მოვედით აქამდე, მოკლე გზით. ეს მოკლე გზა მოიცავდა ზეგვამდე დაბრუნებას და შემდეგ უკვე რაღაც საოცარი ხიდებით, გზებით ხან მტკვრის პირას, ხან ტალახში და ასე შემდეგ აქ მოსვლას. როგორც უკვე ვთქვი, აქვე არის ქსნის ციხე და ჩვეულებრივი ასფალტირებული გზა მოდის აქამდე. შეგიძლიათ წრე დაარტყათ და ასე მოკლეზე ჩვენსავით არიაროთ. უშუალოდ ნასტაკისთან დაკავშირებით რაც შემიძლია რომ ვთქვა, ის არის რომ ძველ წყაროებში პირველად მოიხსენიება მაკედონელის მიერ, რომელიც ამბობს, დასცა ვენახი და რუი გამოიღო ქსნით და დასხნა კაცი მოურავენი დასტაგითა რუისაითა. სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს ერთ-ერთი მოსაზრება, რომ ნასტაკისი უნდა ყოფილიყო დასტაგირი, რაც ირანულიდან ნიშნავს დამხმარეს.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს ადგილი გამოიყენებოდა სამეურნეო დანიშნულებით. რაც შეეხება არქეოლოგიურ გათხრებს, 50-იან წლებში ჩატარდა და გამოვლინდა ორი ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ფენა, ეს არის ძველი წელთაღრიცხვით პირველი და მეორე 1000 წლეული. და შემდეგ უკვე ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნეში აქ ვითარდება ქალაქი, რომელიც არსებობს მერვე საუკუნემდე. აქვე არის საოცარი ბაზილიკა, რომელთან დაკავშირებითაც ალექსანდრე მოგიყვებათ. აი ეს უნდა იყოს ეკლესიის ან ბაზილიკის ნანგრევი, აი ჩანს აქ სვეტებიც. სამნავიანი ბაზილიკა უნდა ყოფილიყო. და აქ რაც ნახეთ ამბავი, კარგია რომ არქეოლოგია გათხრები ჩატარდა 50-იან წლებში, მაგრამ ამ ადგილის ასე ვთქვათ, მოდი ესე ვიტყვი რა, უდიერად მოპრობა დაიწყო ჯერ კიდევ 1911 წელს აქ აუშენებიათ ქარხანა, აგურ კრამიტის ქარხანა. იტალიელმა არ მახსოვს თბილი არ გვარი სამწუხაროდ, შეგვიძლია ჩავხედოთ მერე. და 1922 წელს ეს ქარხანა გადასულა უკვე კომუნისტების პერიოდში ნაციონალიზაცია მოხდა და უკვე დღეს გვაქვს ჩვენ აი რასაც აქ უყურებთ მინის წარმოება. და თავის დროზე მე მგონია რომ ნაწილი ამ დიდი ნაქალაქარისა და მასშტაბი საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო, უკვე იმ დროს უკვე განადგურდა, შემდეგ კომუნისტების დროს დაემატა ეს ნაწილი და კიდე კარგი ეს მაინც მოხდა აი ამ ადგილის გათხრა. მაგრამ როგორც ყოველთვის გაითხარა, რაღაც ნივთები ამოვიდა, მოხდა მუზეუმებში და მივაგდეთ. ანუ არც აბრა, არც რაიმე მანიშნებელი, აი თუ აი თავზე არ დაადექი, სპეციალურად როგორც ჩვენ რუკაზე ვნახეთ და მოვედით, აი ზევიდან თუ მოგვეცა დრონის აფრენის საშუალება, ნახავთ რომ საოცარი ფორმებია. აქ იყო სამოროვანი ეკლესია მოგვიანებით ანტიკური ხანის მთლიანი ქალაქი და ქალაქი ანტიკური ქალაქები ძალიან ბევრი იყო ციხიაგორა, თუნდაც კასპი, თუნდაც ძალისი და ასე შემდეგ, ალბათ დაახლოებით იგივე სტრუქტურის იქნებოდა ეს ყველაფერი. და ჩანს, აი მინიმუმ ეს გაწმენდილი რომ იყოს, უფრო საინტერესო იქნებოდა ამ ადგილის ნახვა. აი ხა ფაქტ ხო, რა თქმა უნდა, მონახაზით ფორმები, ახლა დაახლოებით ხვდებით, აი დრონს რო ავწევთ, შემდეგ გამოჩნდება. აი ახლა ვარ მე ეკლესიის შუაში. ანუ ბაზილიკა ალბათ ყველაზე ბოლო ნაგებობაა, რომელიც აქ არის აშენებოდა, რაც საინტერესოა კიდევ, ეს ადგილიც მიეკუთვნებოდა შიომღვიმის მონასტერს. და ბაზილიკა როგორც გავარკვიეთ, მე-5-6 საუკუნეში აშენებული და იგი ეკუთვნოდა შიომღვიმის მონასტერს. იმიტომ შიომღვიმის მონასტერი არ იყო მხოლოდ ის უშუალოდ შიომღვიმი სადაც არის, ეს მთელი ტერიტორია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შედიოდა შიომღვიმის მონასტრის მფლობელობაში. აი მე რამხელა, ძვლებიც არის ადამიანის. ნახე? აკლდამა ფაქტიურად. აი ეს არის კარები, შეხედე? ნახე? აი შეხედე? აი მოდი ეს კარგად. აი ეს ნახე? აი ეს მოძრაობს. ეს იყო სავარაუდოდ ეფარებოდა აი ზუსტად ამას კეტავს და აი ქვევით გვაქვს ჩვენ სამარხი. ნახე? აი ძვლების გამოკვლევა დნმ-ის ანალიზი საინტერესო იქნებოდა. ემოციებით ვარ დატვირთული, გაურებული ემოციებით, ერთი რომ გვაქვს ესეთი მაგარი წარსული და სამწუხაროდ ამ ვერ ვფრთხილდებით აი ამ ძალიან მაგარ წარსულის ნაშთებს, რომელიც მოიტანა დრომ და ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე. ჩემზე ისე იმოქმედა ამ ადგილის უპატრონოა. ხო, მე მგონი ძალიან მარტივად შეიძლებოდა აი ამ ხელა ქარხანაა გვერდზე, აი აქეთ და რა ვიცი მათ დავალებოდათ მოვლა, განარა პრობლემა იქნება, თუნდაც შემოღობილი იყო, ძაღლი და ძროხა არ შემოვიდეს. აი იმედი გვაქვს საქართველოში კიდევ ბევრ ასეთ ადგილს ვნახავთ,
და ჩვენი მოგზაურობა გაგრძელდება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. იმედია მალე. ვნახავთ ერთია, მაგრამ იქნებ რამე ბიძგი იყოს ვინმესთვის, ვინც ამ ყველაფერს მიხედავს. ხო, ბიძგი ამ შემთხვევაში მარტივი რაც შეიძლება გაკეთთ ეს. აღრიცხვა შემოღობა გაწმენდა და თუნდაც მის სტენდის დადგმა, საინფორმაციო სტენდის დადგმა, იმიტომ რომ კაც მარეთის აქ შეიძლება ვის რა წამოვაროთ, ტრაქტორი მოტრიალდეს უბრალოდ რომელიც აქ მუშაობს და შეიძლება გადაიაროს, ვერავინ პასუხს ვერ მოთხოვს, იმიტომ რომ ვერ შეიძლება მიხვდეს ადამიანები რომ ასეთ რამეს აფუჭებს. თან რეალურად აი ყველა იმ ადგილისგან განსხვავებით რაც თუნდაც დღეს ვნახეთ ან გუშინ ამ ადგილზე იმდენად ბევრია ინფორმაცია და იმდენად დახუნძლულია ამ ისტორიული ფაქტებით, რომ მართლა საცოდაობა ასე ამის გაჩერება. მოკლედ, საქართველოში ბევრი გვაქვს ჯერ კიდევ სანახავი, თქვენ კიდევ იმისთვის რომ ჩვენ მოგვეცეს სტიმული და მობძებნოთ ჩვენი პარტნიორები და სპონსორები, გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ, დაალაიქეთ იგივე, ხო, ეგრე არ არის? მოწონებას ვამბობთ მაინც. დააკომენტარეთ და ამით ძალიან დაგვიჭერთ ხარს იმისთვის რომ ვაკეთოთ უფრო მეტი საინტერესო კონტენტი თქვენთვის. მადლობა. კარგად.